შეფასება გავავრცელებთ, იქიდან გამომდინარე, რომ ის მოვლენები როგორც ვითარდება და ის დინამიკა, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავთ, ეს აშკარად აჩენს აი ამ შეფასების გაკეთების შესაძლებლობას, იმიტომ რომ ყოველდღიურად ქართული ოცნება ცდილობს რეპრესიის ახალი ფორმები გამოიყენოს სხვადასხვა ჯგუფის მიმართ. ზოგ შემთხვევაში შეიძლება ის იყოს აქციის მონაწილე, ზოგიერთი ის პირი, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი, ზოგჯერ ეს საჯარო სამსახურში ხდება და ყველაფერი ეს არის პარალელური პროცესი, მათ შორის იმის გამო, რომ კონკრეტულად ეს თეატრი დასი და თვითონ უშუალოდ ხელმძღვანელი თეატრის აქტიურად აფიქსირებდა საკუთარ პოზიციას და პროტესტს, თუნდაც პოლიტპატიმრების თემასთან დაკავშირებით, რეპრესიებთან დაკავშირებით, რომელიც ხდება, ეს ცალსახად ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია მისი გათავისუფლების შესახებ, ცალსახად უკავშირდება სწორედ მის პოზიციას და მის პროტესტს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამას ვაფასებთ როგორც რეპრესიების გაგრძელებას, კონკრეტულად ამ შემთხვევაში კულტურის სფეროში, რომელიც ამ ფორმით ასე გამოიხატა. თუმცა ამას აქვს სხვა განზომილებებიც და სხვა დინამიკა, რომელიც სხვა ჯგუფს და სხვა ადამიანს სხვა ფორმით ეხება. ეს არის მთლიანობაში იმ რეპრესიების შედეგი, რომელსაც ქართული ოცნება ახორციელებს საკუთარი მოსახლეობის, საქართველოს მოქალაქეების. დიახ, ნონა, ერთ მიმართულებაზე მინდა კითხოთ ეს სინდისის პატიმრებზე კონკრეტულად ამ რეპრესიებზე, როდესაც ვლაპარაკობთ, ჩვენ ნახეთ რა ილაპარაკა კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში, მან აღნიშნა, რომ ადამიანების ციხეში მყოფი პირების უდიდესი ნაწილი არისო პროპაგანდის მსხვერპლიო და ამ საკითხის შეფასებისას ის ამბობს შემდეგ ფრაზას, რომ ხელისუფლების დამოკიდებულება უნდა იყოს ჰუმანური, თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ კანონი არ უნდა აღსრულდეს. აი თქვენთვის რისი მთქმელია კობახიძის ეს განცხადება? კონკრეტულად მან იცით რომ ახსენა ამაღლობელიც და თქვა რომ ის არ არის მსხვერპლი, მაგრამ სხვები არიან მსხვერპლები, ხომ? რისი მადლობა ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ მე ამავდროულად ვარ გზია ამაღლობელის ადვოკატი და როგორც ადვოკატს ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე მინდოდა პოზიციის დაფიქსირება, რა თქმა უნდა, ეს იყოს სრულიად ამორალური გაუგებარი განცხადება და კიდევ ერთხელ თავდასხმა ადამიანზე, რომელიც უკანონო პატიმრობაში იმყოფება, მზია ამაღლობელს გულისხმობ და მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ეს რაღაცა წინასწარ შეთანხმებული თუ ესეთი რაღაც დაგეგმილი აქტი იყო, რაც არის სრულიად მიუღებელი ასეთი შეფასება, განსაკუთრებით მაღალ პოლიტიკურ პოზიციაზე მყოფი პირის მხრიდან. ეს არის ცალსახად ამ ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევა და წარმოუდგენელია, რომ ესეთი თავდასხმების მსხვერპლი არის მზია ყოველდღიურად სხვადასხვა პირის მხრიდან ქართული ოცნების წარმომადგენლებს უგულისხმობ. რა თქმა უნდა, მზია ამაღლობელი, ისევე როგორც სხვა პირები, რომლებიც ახლა საპატიმროებში რჩებიან, არიან უკანონო პატიმრები, მათ მიმართ კანონი კი არ აღსრულდება, არამედ ისინი არიან აი ამ რეპრესიების მსხვერპლნი და ისინი ისჯებიან საკუთარი პოზიციების, საკუთარი საქმიანობის, საკუთარი გამოხატვის თავისუფლების გამო და არავითარი კავშირი ამას არ აქვს მართლმსაჯულების აღსრულებასთან. მზია ამაღლობელს არ ჩაუდენია სისხლის სამართლის დანაშაული და ის იმყოფება უკანონო პატიმრობაში. ამასთან დაკავშირებით არსებობს არაერთი შეფასება, საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების პირების, ამასთან დაკავშირებით ჩვენ რა თქმა უნდა ვაგრძელებთ მუშაობას ამ საქმეზე. ეს საქმე ჯერ ისევ სასამართლოში განიხილება. რა თქმა უნდა და ესეც არის საგანგაშო ხოლმე, იმიტომ რომ მაღალი უმაღლესი თანამდებობის არავითარი მტკიცებულება არ არსებობს. მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით ხდება აღწერა სურათის და ეს გაშვებულ სიგნალათაც შეიძლება იყოს აღქმული, მაშინ როდესაც ჩვენ ვიცით რომ საქართველოში ხელისუფლების შტოებს შორის რაღაც შესაძლოა და ხშირად მოგვისმენია თქვენგანაც ამის შესახებ რომ აღრევაა და გავლენის მოხდენის მცდელობა სრულიად აშკარად შეიძლება იყოს, ხომ? როდესაც ისიც ამბობს რომ დაკვეთას ასრულებდა თურმე გავლენის მოხდენის შემცველი განცხადება თითქოს და მინიშნება პირდაპირ რომ ზია უნდა დაისაჯოს. ეს არის სიგნალი, რომელიც პირდაპირ გაცხადებული მიზანი, რომელიც ამ შემთხვევაში გაახმოვანა ირაკლი კობახიძემ, არავითარი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს, რომელიც დაადასტურებდა იმას,
რაც ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა. ნონა, ჰუმანურ მიდგომაზე მითხარით, თუ შეგიძლიათ, თქვენ გაქვთ მრავალწლიანი გამოცდილება და ამავდროულად აკვირდებით ხოლმე პოლიტიკურ კონტექსტსაც, აი, როდესაც ამ სრული სურათის გათვალისწინებით ამ დასმულ კითხვაზე კობახიძე ამბობს, რომ დამოკიდებულება შეიძლება იყოს ჰუმანური, თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ კანონი არ უნდა აღსრულდეს. აი, რისთვის შეიძლება ემზადებოდეს ან ამზადებდეს ვითარებას იმ ტიპის ხელისუფლება, როგორიც არის, თქვათ, ივანიშვილი, კობახიძე და სხვები? პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ვაკვირდებით ამ პროცესებს, არა მარტო მზიას პროცესში უშუალოდ ჩართულები ვართ და რა თქმა უნდა საქმის მასალები დეტალურად ვიცით და ამიტომ უფრო მეტის თქმა მის საქმეზე შემიძლია, მაგრამ ასევე ჩვენ მონიტორინგს ვახორციელებთ ყველა ასეთ პოლიტიკური мотиваციის საქმეზე და იმ ადამიანების საქმეებზე, რომლებიც ახლა უკანონოდ იმყოფებიან პატიმრობაში და ამ საქმეებზე დაკვირვება და დაკვირვების შედეგები ჩვენ არაერთხელ გამოვაქვეყნეთ და ცალსახად არის სათქმელი ის, რომ მათი პატიმრობა, ის განხილვის ის პროცედურები და ის რაც ხდება მათ შორის მტკიცებულებების დასაშუალებასთან დაკავშირებით თუ ასე შემდეგ, აშკარად მიანიშნებს იმას, რომ ეს ადამიანები პოლიტიკური мотиваციით არიან დასჯილნი და არა რეალურად რაიმე დანაშაულის ჩადენისთვის. ხო, და ისევ აი იმ პირების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული სურათის შეცვლა, მაგალითისთვის, როგორიც არის თავად კობახიძე, ანუ ამას ამბობთ, ხო, რომ ეს რაც შეიძლება ნიშნავდეს, შეიძლება ისინი არ ვიცი ეს რამდენად შეიძლება მოხდეს, მაგრამ მათთვის რა თქმა უნდა, ქართული ოცნებისთვის არის პრობლემა, როდესაც ქვეყანაში ამდენი პოლიტიკური პატიმარია და ამასთან დაკავშირებით არსებობს შესაბამისი რეზოლუციები მოთხოვნები, რომ პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. შესაძლოა ეს ნიშნავდეს იმას, რომ მათ გარკვეულწილად რაღაცა სიგნალი გაავრცელეს, რომ შეიძლება რაღაცა შეწყალება ან რაღაც ასეთი განახორციელოს, მაგრამ რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანს დანაშაული არ ჩაუდენია, აქ შეწყალებაზე საუბარი სრულიად ზედმეტია ადამიანი, რომელიც უდანაშაულოდ იმყოფება ციხეში, უნდა გათავისუფლდეს იმის გამო, რომ მას ბრალი მის მიმართ წარდგენილი ბრალი არ დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით და აი თუნდაც როდესაც ჯგუფურ დანაშაულს ედავებიან ადამიანები, აი ამ აქტივისტების ჯგუფს ადამიანებს, რომელიც საქმეების განიხილება, გამოგნებელია, რომ საერთოდ კავშირი არ დგინდება ამ ადამიანებს შორის, არც კი იცნობდნენ, ან არანაირი კავშირი ამ ქმედებებს შორის არ არის და როგორ შეიძლება საუბარი იყოს ჯგუფზე და ჯგუფურ ქმედებაზე, როდესაც ჯგუფი არ არსებობს და მათ არანაირი კავშირი ერთმანეთთან არ ჰქონდათ და ასეთ აბსურდებთან გვაქვს საქმე, როდესაც პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე ვსაუბრობთ. დიდი მადლობა, ნონა. მადლობას გადაგიხდით კიდევ ერთხელ და დაგემშვიდობები. ნონა ქურდოვანიძე, საიას თავმჯდომარე საუბრობდა ჩვენს ეთერში.